განათლებული საზოგადოება არის კრიტიკული საზოგადოება. კრიტიკული საზოგადოება დღევანდელი რეალობაში არის რაღაცა უცხო სხეული, რომელსაც უნდა აუცილებლად დაუპირისპირდეს რეჟიმი. ეს აქედან დაიწყო, ამის საფუძველია, რომ განათლებული საზოგადოება აღარ იყოს ქვეყანაში. და ამას აქვს კიდევ ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკური თვალსაზრისით იწვევს პრობლემებს, რომ რაღაც გორელი სტუდენტი, აბიტურიენტი ვერ უნდა გახდეს უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტი, იმიტომ რომ მის ქალაქში უბრალოდ აღარ იქნება შესაბამისი ფაკულტეტი, რაზეც უნდა ჩაბარება და მოუწევს რაღაცა დასავლეთში წავიდეს და იქ ჩაბარდეს. დასავლეთში 10-დან შეიძლება 2 სტუდენტი წავიდეს და მიიღოს განათლება. ესეც უკვე რაღაც კითხვის ნიშნის არის 10-დან 2 თუ წავა, ხო? არ არსებობს მსგავსი რაღაც საქართველოში დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების ფონზე მოახდინოს სტუდენტმა ის რომ რაღაც იცხოვროს სხვა ქალაქში, პერიფერიულ ქალაქში და არა თბილისში და იქ მიიღოს განათლება. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ის რეალობა ქვეყანაში, რომ როდესაც სტუდენტი პირველ კურსზე აბარებს, ლექციის შემდეგ ის აუცილებლად მუშაობს. კი ბატონო, ეს პრობლემაა არის დასაქმების პრობლემა. ეძებს სამსახურს და პერიფერიულ ქალაქში, სადაც მოუწევს მან სწავლა, უნდა მოძებნოს ცალკე სამსახური. იმ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც ბძნელია იმ ქალაქში იპოვოს სამსახური, ვიდრე პირობითად გორიდან ჩასულმა სტუდენტმა იქ იპოვოს სამსახური. დაპირიქით, გორში ჩამოვიდეს სხვა სტუდენტი და აქ დაიწყოს სამსახური და სწავლა. ეს ხო კატასტროფაა საქართველოში. ეს რაღაცა არ არსებობს, ვერ მოხდება, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები არ არის, განათლების დონე დაბალია, ეკონომიკურად კატასტროფულ მდგომარეობაშია საზოგადოება, მით უმეტეს სტუდენტის ცხოვრება ძალიან რთულია საქართველოში. ძალიან უჭირს სტუდენტს იცხოვროს დიდ ქალაქში, პარალელურად ისწავლოს და პარალელურად იმუშაოს დამქანცველ სამსახურში. ჩვენ ვიცით არაერთი ფაქტი ყოფილა ჩემს გარშემო მყოფთაგან, იმიტომ რომ მე ვიცი რა ხდება და როგორ უჭირს სტუდენტებს, ხო? ის რომ ლექციებზე ნამორიგებებელს დაძინებიათ. ეს ამ ვითარებაში ეს მიღებული კანონი არის ის ერთადერთი პასუხია ამ კანონზე, რომ არ ჭირდება საქართველოს თურმე განათლებული საზოგადოება. აკეთებენ რაღაც ეს კიდე რომ ვისაუბროთ ფორმის სკოლებში ფორმის რეფორმაზე, რომელიც სკოლის ფორმის რეფორმებზეა საუბარი, როცა სკოლები არ არის სოფლებში, ხო? რაღაც მარშრუტკებით ჩატენილი ბავშვები რაღაც ფორმა არ დაესვაროთ, მაღაზე უნდა იფიქრონ, როდესაც რა ვიცი, ყველაფერს არიან მოწყვეტილი, იმიტომ რომ დადიან მეორე სმენაში, გამოდიან გვიანღამით, ისინი ვერ დადიან სპორტებზე, ვერ დადიან სხვადასხვა აქტივობებს ვერ იღებენ, იმიტომ რომ ასე გადაწყდა, რომ ტენდერი არის, ტენდერი ჩავარდა, ტენდერი აგრძელებს რაღაც შეშენებულობას და გავიდა წლები წლების განმავლობაში უწევთ აი ამ ბარიერებით უწევთ სკოლის დამთავრებას. სკოლას ამთავრებენ ისე რომ საკუთარი სოფელში და საკუთარ სკოლაში საერთოდ არ არიან, ანუ ერთი გაკვეთილიც კი არ ჩაუტარებიათ საკუთარ საკლასო ოთახში, ხო? არ ვიცი, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა.